3, 2, 1. საქართველოს ნაკრები მეოთხე ფინალში რომ გავიდეს და თან მე რო იქ ექიმი ვიყო რას ლაპარაკობ. მე მაგალითად ამ წამს ისეთი უშუსო მეჩვენები რომ ამ დროს გადაწყვეტილებას არ დავებოდი და პირდაპირ ავიღებდი და თეთრი ბალეტი უნდა იცეყოს ბაპებს საერთოდ ანუ ეს კერძი ქართული არ არის. ეხლა მესმის ვინიციუსის ამ ხა საპირწონეთ მოყავს მეოთხე დასთან პროექტი. ის საქართველოს ნაკრები რატო აპელირებ ეხლა? რა ვიცი რა ჩარჩოებში ბოლოში იყო ძალიან სტოპ. გამარჯობა, ეს არის გადაცემა მოდი ვიკამათოთ. მესამე ეპიზოდი და ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს ნაკრების სოციმედია დიმან ბიერიძე და საქართველოს ნაკრების ექიმი და არა მხოლოდ საქართველოს ნაკრების დინამოს ექიმიც დათო ხარაბაც. გამარჯობა მეგობრებო. ჯერ ჩვენ არ ყოლია საფეხბურთო სტუმრები და ჩემთვისაც კიდევ უფრო საინტერესოა რომ უფრო ჩემს სფეროში დავსვავ კითხვებს. სხვაებიც საინტერესოები არიან, მაგრამ მაინც. თამაშის წესები მარტივია. სამამდე ვთამაშობთ. უპირისპირდებით ერთმანეთს არგუმენტებით, მე შემოგთავაზებ დებულებებს, გაწევთ ლუდს თქვენი სურვილის შესაბამისად. ჯერ იწყებს ის, ვინც ეთანხმება, მერე უპირისპირდება ის, ვინც არ ეთანხმება. თუ შეთანხმდებით, რამდენიმე წინადებით რომ აგვიხსნათ უბრალოდ რატომ ფიქრობთ ასე. კი ბატონო. სანამ დავიწყებთ ამ შეჯიბრს, ჯერ მოგესალმებით. მადლობა. მოწვევისთვის პენალტების სერიაშიაც დავამარცხეთ საბერძნეთის ნაკრები და გავრცელდა ამ ადამიანის ვიდეო როგორ ნერვიულობს პენალტების დროს სადადარიგოს კამის უკან და მე ამ დროს ზემოთ მედია ზონაში ვიყავი იგივე მდგომარეობაში TikTok-ზე არ ვიცი ამ ვიდეოზე დაიწყეს ჩემი დათავგვა რაღაც ესე და იმის შემდეგ აგორდა რაღაც მითი დავით რომ ხდება დუბლირება ჩვენი პიროვნების გარკვეულ სოციუმში რომ ექი ან გამოსულოს და თამაშის შემდეგ და ვიღაც ბავშვი შემომხტომია რომ ექიმი რაღაცა მინდა თქვენი ამ საშუალებითაც ვისარგებლო და თქვა რომ მედიცინასთან არანაირი შეხება არ მაქვს საერთოდ არც ჩემ სოციმედიასთან არც ამას სოციმედიასთან და ეხლა ერთად ვართ პირისპირ ვართ და განგვასხოვან რა მოახდინოთ სწორი იდენტიფიცირება მაგ ვიდეოზე ბერმა მითხრა რომ პუბლიკაზე ითამაშეო და იქვე რატო არ ჩაიცუცკე უკარადო გამოხვედი ხალხის წინ და რა პასუხი აქვს არანაირი პასუხია ეთახმე კი დიახ პუბლიკაზე ვისამართლე აბ 44-ში ყველაფერი მზად არის იმისთვის რომ მე პირველი დებულება შემოგთავაზოთ და აქ არის ეს დებულება ვარმა ფეხბურთი უკეთესი გახადა 3 2 1 სიტყვი და გაწიეთ როგორც მოგინდებათ 3 2 1 დიმა რახან ეთანხმები შემო დაიწყო ხო გამიკვირდა რომ არ ვეთანხმებიზე გადაწია იმიტომ რომ სულ რო გაინად ჩემი დრო ჩაირთა ხო უკვე ანუ სწრაფად ხორბლო გაგწ სულ რო გაინადგურებინა ვარს ფეხბურთი და ზოგადად ყველაფერი ჩვენ ისეთი ბედნიერება მოგვანიჭა ლუქსემბურგთან სანამ თქვენ სადადარიგოს კამის უკან გადაინაცვლევდით საბერძნეთთან მარტო მაგ თამაშით გამოჩნდა რაღაც ეპიზოდურად რო ავიღოთ რამხელა გავლენა შეიძლება იქონიოს თამაშის მიმდინარეობაზე რამდენად შეიძლება შეცვალოს თამაშის დინამიკიდან გამომდინარე ძალიან სწრაფად მიდის ფეხბურთი დღეს სწრაფი თამაშია არა მარტო პრემიერ ლიგაში ზოგადად სოფლიოში და ადამიანური მომენტია რომ შეიძლება საჯიც დამხმარეს კარის უკან საჯიც რაღაც ეპიზოდს უბრალოდ გამოეთიშოს ვერ დაინახოს რაკურსი არ კონდეს და შესაბამისად იმიტომ მოვიყვანე ჩვენი ყველაზე ახლო მაგალითად ლუქსემბურგთან მატჩის ყველაზე კარგად გამოჩნდა ჩემთვის დავით რას დაუპირისპირე კი ბატონო მიუხედავად ბევრი რა თქმა უნდა ესეთი არგუმენტისა რომ ვარი პოზიტიურად შემოვიდა ფეხბურთში მე უფრო შორიდან დავიწყებდი თუნდაც 1966 წელს რომ საერთოდ ჩემპიონი გახდა ინგლისი მაშინ რო ყოფილიყო ეგ სისტემა შეიძლება არა მაგრამ სხვა რაც არის მიუხედავად იმისა რომ ეს სისტემა შემოვიდა რა ვნახეთ არ არის შეცდომები დღეს არის უამრავი შეცდომებია თუნდაც ლევანდოვსკის გოლი რატო არ ჩაითვალა ახლა ხო არის კი ძალიან ბევრი შეცდომა რატო არ ჩაითვალა პლუს გარდა ამისა ჩემთვის როგორც გულშემატკივარისთვის იგივე გულშემატკივარში ესე რომ თქვა ამ თავარი არის სწორად აღნიშნე ემოცია ფეხბურთში და ის ჟინი რითაც მე ფეხბურთს უყურებ და მე ფეხბურთს არ უყურებ ისე რომ მარტო როგორც ანგარიშს და როგორც შედეგს კი ბატონო საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ეს გასაგებია ყველაფერი მაგრამ ახლა ვლაპარაკობ ზოგადად და ის რომ დაუშვათ ეს ემოცია ჩემთვის მკვდარია, იმიტომ რომ ყოველი გოლის მერე გოლი ფაქტიურად მე კი არა ფეხბურთელსაც აღარ უხარია დღეს, იმიტომ რომ
ყველა არის მიჩერებული რა მოხდება ვარის მერე და შეიძლება ის ემოცია და იმდენი ადრენალინი მთლიანად კორტიზოლში გადავიდეს პირიქით და შეიძლება ამ თამაშშიც კი მოქმედოს უკვე ფეხბურთელის განწყობის თვალსაზრისით. და მიუხედავად ამისა, რომ დაინერგა, მაგრამ idеალურად არის ყველაფერი. ბაიერნი, რეალი ბაიერნის თამაში განვიხილეთ მიუხედავად იმისა, რომ მადრიდისტა ვარ. შენც მადრიდისტა ხარ. მაშინ საერთო წუთი შეგიძლია და შეიკამათ. ხო, ანუ შენ შეგიძლია ლაპარაკე შენც. ის არის რაღაცა. ან გახო idеალურია? არა, idеალური არ არის. და შეცდომები არ არის იგივე. ალბათ თამაშგარის მიმართულებით, იმიტომ რომ თამაშგარის მიმართულებით. თვითონ თამაშგარის წესი განიცდის იმდენ ცვლილებას ყოველთვიურად თუ არა ყოველწლიურად, მაინც ინტერპრეტაციებზე დავდივართ, მაგრამ ის რომ თამაშგარის დადგენა სიტყვაზე რთულია, პირიქით კონტრარგუმენტი მგონია ვარის არსებობა ზუსტად ისაა, რომ ანუ ვარითაც თუ ჭირს რაღაც ეპიზოდის დადგენა, როგორ შეიძლება წამებში და რაღაც დინამიკაში ადამიანური თვალით, თუნდაც გვერდით საჯის რაკურსით გარჩევადი იყოს, შენ თვითონ ამბობ, რომ ვარიც ეხლაც იმ დღეს წავიკითხე სადღაც ემოციაზე კიდე შეგაწყვეტინებ და გაგახსენებ შენს ემოციებს ლუკა ლოჩაშვილის პენალზე, ჟორჟის პენალზე, როცა ისე ჩანდა, რომ არაფერი არ ხდებოდა საერთოდ და თამაშთან გაგრძელებულიყო და ბოდიში მოვხალოთ პორტუგალიელ და ჩეხურ შემადგენლობას, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ემოცია მივიღეთ მაგ ორი პენალტით და ეგ VAR-ი რო არ ყოფილიყო შეიძლება და ეგ ემოციები ჩვენ საერთოდ არ გაგვეცადა. ამიტომ იმას ნუ დავაკომპენსირებთ იმით, რომ რაღაც გოლზე შეიძლება იმ წამს ვერ გაიხაროს ფეხბურთელმა ან სტაფის წერმა გოლ შემატკივარმა და მე რაღაცა ხასიათში გადაეზარდოს თელი თამაში. ხო, ეხლა შენ აპელირებას აკეთებ იმით, რომ ჩვენ რა გაგვეცადა და გასაგებია ჩვენთან ყველაზე ახლო და მე მინდა რომ ყველა ვარის გადაწყვეტილება იყოს ჩვენს ხარეს. არა, ეგრე იმათ არის. ზოგადად აბა პირიქით ნახე ახლა. ჩეხების მხრიდან? ან ჩეხების მხრიდან, ნებისმიერი იმის მხრიდან, რომელიც ჩვენს კარშის დადებულა ვარით რაღაც, მაგრამ გასაგებია, ხო, მაგ დროს მოგწონს ვარი ჩვენ კარში რო იდება. აქ ხო უარყოფით ემოცია გაქვს. არა, ეგ ემოციები თუ ისე მიყავს კამათი ის რომ ჩვენ კარში რაღაც იდება. მოგწონს, არნიშნავს რომ არის ის არის მანდ. და მე ეხლა წავიკითხე რომ რაღაცა უკვე იხედება ნელ-ნელა რომ ვარი შეიძლება რაღაც კიდე უფრო შეიცვალოს ან რაღაცა სხვა სისტემა. ესე იგი იმას ნიშნავს რომ ანუ ეს იმას ნიშნავს რომ არა, მაგას არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს რომ ფეხბურთის მმართველ ორგანოში ფიქრობენ რაც შეიძლება კიდე უფრო სულყონ ის წესები და ის რაღაცა ტექნოლოგია შეუთავსონ, რამაც შეიძლება ფეხბურთი გახადოს უფრო მაშინ როცა დაიხვეწება, მაშინ მოვიწონებ. მე მაგალითად ამ წამს ისეთი უსუსური მეჩვენები რომ ამ დროს გადაწყვეტილებას არ დაველოდებოდი და პირდაპირ ავიღებდი და მაგრამ მაინც სამართლიანობით. მე უსუსურობაზე არ გავაკეთებ აქცენტს. საინტერესო კამათი იყო ნამდვილად, მაგრამ დათო გიწევს მე მგონი ამის დალევა. ბატონო, დავდე. ოღონდ იმის გამო არა რომ ჩვენ სასარგებლოდ მიიღო არ მაგადაწყვეტილებები. მეც შეთანხმები იმაზრს რომ ისევ არის შეცდომები ფეხბურთში თუნდაც რეალი ბაიერნი რო გაიხსენოს შეიძლება იყოს რაღაც შეცდომა, მაგრამ წინა რეალი ბაიერნები რო გავიხსენოთ იქ კიდე უფრო მეტი შეცდომა იყო და მე და ლუკა უყურებდით. ხო, არა, ეს სისტემა მილანი აიაქს უყურებდით და იმიტომ შეიქმნა რომ ესეთი აღარ იყოს და არის. ხო, არა, ნუ მაგრამ რო იყო 10 არის 2 და ის 8 უკვე მეც შეთანხმები რომ идеალური არ არის ეხლა ვარი. თუმცა ჯობს რომ ვარი დატოვონ და უკეთესი გახადონ, ვიდრე საერთოდ მოხსნა. ვარი წერია დალია და გავაგრძელოთ შემდეგ არგუმენტი. ვარი. ვარს გამარჯოს? ვარის საჭებს გამარჯოს მაშინ. იმ საჭს ლოჩოშვილის პენალტი. ლოჩოს პენალზე ყურში უთხრა რომ შეჩერდი რაღაცა ხდება მან თორა. შემდეგი დებულება. მე ვიცი რომ ორივე მადრიდისტა ხართ და მაინტერესებს ამ თემაზე თუ შეთანხმდებით. კილიან მბაპეს მადრიდში ტრანსფერი შეცდომა იყო. 3, 2, 1. ორივე ეთანხმები. აი, შემეშალა. ხო შეიძლება. კი, როგორ არ შეიძლება. მაგაზე რო. მეცნობიერად შევეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები. მაშინ ვინც ეთანხმება ის იწყებს. რატომ იყო შეცდომა კილიან მბაპეს მადრიდში ტრანსფერი? ხო, არსებობენ გუნდები, ჩემი აზრით, რომელსაც აქვს თავიანთი სპეციფიკა, თავიანთი ხედვა, თავიანთი ისტორია და თავიანთი რაღაცა მიმართულება. არა მარტო რეალი მადრიდი, ბევრი გუნდია ისეთი და ყველა ფეხბურთელი ამ გუნდებში ვერ თამაშობს. ჩემი აზრით, ესეთ შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე, რომ კილიან მბაპე არ არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ათერგება მადრიდის რეალის ფილოსოფიას შესაბამისად. მე რა ვიცი, იმედი მაქვს რომ მომავალში ეს გამოსწორდება და ღმერთმა ქნას რომ უფრო კარგად ათამაშებს, მაგრამ მე თავის სანამ გადავიდო და სანამ ლაპარაკები იყო არა მარტო ტრანსფერის მერე, მაშინაც ვიზახდე რომ მბაპე არ მგონია ის ფეხბურთელი, ანუ რეალის ფეხბურთელი არა. იგივე ეხა არიან ფეხბურთელები, ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომლებიც
თუნდაც აი საქართველოს რო ავიღოთ აი ქუთაისის ტორპედოში, ბათუმის დინამოში აი ყველაფერი მოიგეს, ბომბარდირები გახდნენ, მაგრამ დინამო თბილისში გამოვიდნენ და იქ ისე კარგად ვერ გაახდეს. ესეთი დიდი გუნდია მადრიდის რეალი და ყველას იქ გახსნა ესე არ შეუძლია. რჩეულების ხვედრია მადრიდის რეალში გახსნა და კარგი თამაშია. ჩემი აზრით კილიან მბაპე არ არის მადრიდის რეალის ფეხბურთელი, ის ფილოსოფია და ის ხედვა და არ ჯდება მადრიდის რეალის ასე ვთქვათ. ეხლა პირველად გამიჩნდა, მიხედავთ ჩემი მის და მის სიყვარულისა და პატრიოტიზმისა, რაღაც აგრესია გამიჩნდა რომ ლაპარაკობდა, იმიტომ რომ არ გინდა. არა, აგრესიას არ გამოვავე. ძალიან მაგარი მომენტი იყო ჩეხეთში ბოლო წუთში, ახლა მაგარი ჩხუბი მიდის, ყვარას ვიღაც ყავს და ათრეული კაში რაღაცა ქომაგები, აგრესია, მეტი აგრესია, უკვე იქ იყო რაღაც UFC-ს რაღაც ივენთი. რჩეულ ამის მისსავე სიტყვებს გამოვიყავ რჩეულთა ხვედრია რეალში მოხვედრა და მბაპე არის რჩეულთა შორის რჩეული და მბაპე მგონია რომ დაბადებულია რეალში სათამაშო ან მაგისტვის გაჩნდა ხო რაღაც რო ადამიანი ხო იბადება რაღაც მისია ხო ყველას აქვს მოვლენილი ჩვენი სოფხედველობით და რელიგიური შეგრძნებებით და მგონია რომ სადღაც ეცაში რო გადაწყდა ამის შუა ამ პლანეტაზე აი გენეტიკურ კოდში იყო დაწერილი მადრიდის რეალში უნდა ითამაშოს მოიგოს ყველაფერი კიდე იმას ვიტყვი რომ რაღაცები რაც თქვა უკვე შეგიძლია შენც შემოხვიდე ნაწილ საერთო წუთში შეგიძლია შემოხვიდე არ მithkomს არსად რომ მბაპე კაი ფეხბურთელი არა მე არ მithkomს რომ შენ თქვი რომ ფეხბურთელი უბრალოდ არ არის რეალის ფეხბურთელი და იმ ზუსტად რეალის ფეხბურთელია იქ ახლა თუ მე მაინც რო გამოჩნდება მე რომ მაინც მგონია მე მოვალ და დავლებ კარლო ანჩელოტის რაღაცა დრო იწურება რეალში და მგონია რომ ახალი თამაშნელი ვინც მოვა რაღაცა მბაპეს არ მწვრთნელის პრობლემაა რეალში არა პრობლემა ეხლა უკვე შენ უკვე გადადიხარ დემაგოგიის მბაპე რო ვერ გაიხსნა მწვრთნელის ბალია მბაპეს არ გასცემს მწვრთნელის ბალი არ არის მაგრამ მგონია რომ სხვა მწვრთნელში და სხვა სისტემაში უფრო თავისუფლად იძნობს თავს მგონია რომ ეხლა რაღაც შეგოჭილია იმიტომ რომ მაინც ინდივიდუალური თამაში მიდის რაღაც ახალ სათამაშო სქემაში თუნდაც არ ვიცი მწვრთნელი ასასთან ერთად ზოგადად ვიცახი რომ მგონია რომ შეგოჭილია ეხლა რასაც რეალი თამაშობს და თუ მბაპე ფრთებს გაშლის იმიტომ იქ ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს ისეთი ჯუდიდან დაწყებული ვინისიუს ყველა მაინც არ მეთანხმები იმაში რომ არსებობენ გუნდები რომელსაც ყველა ფეხბურთელი თუნდაც წინვალე ვერ ერგება. კი, მაგრამ მბაპე არ არის ეგეთი. რო რეალს ვერ მოიგოს. ამ ერთმანეთისთვის ხო არის თქვა რაღაც ქალვაჟური კავშირი ხო არსებობს რომ ეს არის გაჩენილი ამის ერთად არის ცხოვრო. რაზე დაყრდნობით იძახი. ყველა ფილოსოფია საფეხბურთო ბექგრაუნდი, სათამაშო სტილი, აი რა მბაპე არის თეთრი ბალეტი, უნდა იცეყოს მბაპემ. საერთოდ ანუ მართლა ვამტკიცებ და ვიძახი გადაცემის გარეთაც. შეიძლება საერთოდ მოძრაობა წამოვიწყო ეგეთი რომ კილიან მბაპე ჩაისახა იმისთვის, რომ თეთრი მაისური მოიდგოს და გვირგვინი დაიდგას თავისი ნებისმიერი წვრთნელი ფეხბურთელის ოცნება არის რომ რეალში იყოს და ყველას გვინდა მაგრამ ამას ოცნება არა მარტო გეუბნები ესეთი მოსდევს თქო ბედია მაგის ბედია ამას ვერ გაიქცეოდა რა იმიტომ რომ შეიძლება თუ ჯამთელად იქნება და ფეხზე იდგება და ფორმით იქნება თეთრი ფორმით ითამაშებს და ის რომ პლაკატზე რონალდო ქონდა გაკრული და ზიდანზე ცუდად ხდებოდა და რეალის საწვევარი ეცვა ეგ არ არის მაინ დიდი ის ჩემთვის თეთრი ფორმით ახლაც თამაშობს მაგრამ რო გახდება მე მოვალ და დავლევ რა. ეხლა შენ მივიღებია ეს კუთილებას. და მე მგონი იმას უნდა დავალევინო, მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და წარმატებასაც ვუსურვებ, აი ჩემი აზრით ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. ეხლა რეალში გადასვლა, როცა რეალი არის მოქმედი ჩემპიონი, რეალი არის ყველა დროის საუკეთესო გუნდი. მბაპეს პოზიციაზე თამაშობს ვინისიუს ჯუნიორი, გუნდში არის ძალიან კარგი ქიმია, მეგობრობენ ერთმანეთთან, ყველაფერი კარგად გამოსდით და მივიდა მბაპე და ჯერჯერობით არაფერი არ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ მეც არ გამორიცხავ იმას, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ოქროს ბურთი მოიგოს და წელს მე გახდეს ჩემპიონი. უბრალოდ მიხარია ის, რომ უფრო მივდივარ, ვიდრე ეს გადაცემა დაიდება არქივში იქნება და შენ თაობები ჩვენი შვილიშვილები, როდესაც ამოიღებენ არქივიდან თუ წაშლი არ იქნება, იტყვის რომ რა კარგად და ჭკვიანურად ითქვაო რა ჩემს შემთხვევაში. კი, მაგრამ კარგად დალიაო შეიძლება ეგ ის. მბაპემ რეალს მოაგებიოს ძალიან ბევრი ჩემპიონთა ლიგა და თანახმა ვარ მე. ხო და მე იმას ვიტყვი, რომ შეიძლება მე არ ვეთანხმებოდე, ვისაც არ ვასმევ. მაგრამ იმ ორ წუთში რა არგუმენტების დააფიქსირა, იმ არგუმენტებმა უფრო მომაწონონ თავი და ამ შემთხვევაში დიმა რაღაც ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდა, შექმნილია, ხო, რასაც მე ვერ დავამტკიცებ, შექმნილი არის თუ არა. სანამ მე დავვლევ შენ განვიდა მოვისმინო, ვინისიუს მოპარეს თუ არა ოქროს ბურთი. აი მოპარვას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ჩემს რო გეკითხა ვინისიუსი უფრო იმსახურებდა ვიდრე სხვა ძალიან ცხარე კამათი გქონდა ეხა ნაკრებში მაგასთან დაკავშირებით. ვირა პოზიციაზე იყო? რომოპარეს ლოჩოშვილი იყო, ლობირებდა და ოპონირებას ლობჟანა
და კიტე ძირთად კიტე ლობირებდა კვეკვეც იმას რომ არ მოპარებ და როდრის ანუ როგორ განხილვა იყო იცი განა ახლოს იყვნენ და არ ისეთი საფაული სეზონი არ ქონია ვინისთვის რომ მოპარე დავარქვა მე შეიძლება აეღო და გასაგებია რა თქვით რომ მოპარესკო დაგვცინეს აი ეგეთი მოპარვა ჩემს ერთად არ ყოფილა რა სადღაც 40%-ს მივცემდი ვინისიუს და 30-ს როდრის და იქვე ბელინგემი სადღაც რა სტატისტიკები გადმოავალე ანუ თელი ჩაშლა იყო და არგუმენტაცია და ბოლოს იმდენად ის იყო არგუმენტირებული რომ მეც ცოტა მოპარვის ფრაზას აღარ ვიტყვით ხომ თქვი იმეც ცოტა მე ხამუშა მაგრამ აი მაინც მგონია რომ ჩემი ერთი არგუმენტი ის იყო რომ პირველი ოქროს ბურთის დაჯილდოება იყო სადაც გამოცხადების დროს დარბაზიდან ხალხი უბუნდა უსტო ანუ ეგეთ რაღაცა მაგრამ ეგ შეიძლება რეალის გამოც იყო იმიტომ რომ რეალმა ბოიკოტი რო გამოაცხადა და ეს საერთოდ არ ჩავიდა ანუ გაადრამეს და მე უკვე ხალხიც ხო რაღაცა ჭირვეული იმით მოიცა რაღაცა მაგრამ რო არ დავკარგოთ და შემდეგ დებულება შემოვაგდოთ საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედ ფინალში გასვლის შემთხვევაში ქართულ სამზარეულოს აღარ გავეკარებოდი. 3, 2, 1. ბიჭო, მეოთხედ ფინალი მსოფლიოსი? მეოთხე მსოფლიოს გავდივართ მეოთხე ფინალში? გადავდივართ უგულავას დიეტად. ცეი და რა თქმა უნდა 8 საუკეთესო გუნდს შორის. ბიჭო, ანუ რაღაც ხა მე ვიცი რომ რა გავაკეთე რო არ გავიკარო. ანუ არ შევჭამთ თქვა ხაჭაპურს გავს თელი სიცოცხლე. თელი ცხოვრება. აი მუცელზე როგორ გავცვა ანუ სხვა ვარიანტი არ გვაქვს ან მეთანხმებთან ანუ. სხვა ვარიანტი არა. ჩუმად რო შევჭამო არა? ეხლა არა, გაგაკონტროლებ. შენი თანხმები? არ შეჭამ. არ გაიკარები არასდროს? ბიჭო, აი მეც არა, ეხლა დათოს შენ არ ვეთანხმებისკენ მithonda და არ რაღაცნაირად მე მგონი ეგაა გულწრფელი პასუხი. და მაშინ დაუპირისპირეთ ერთმანეთს და შემოვაგდე არგუმენტები. გადმოვალ რამეც აქეთ. გადმოხვალ, იმიტომ რომ დათო გადმოვიდა? არა, დათოს გადმოსვიდან არა, რაღაცა ისეთი მგონია ძალიან ჩემი აზრით უკვე უნდა დალიო ეგ ამბავი. არა, და ხო შეიძლება რომ დავლიო და მაინც დავეთ. მაგრამ კი, მოკლედ რა მაგ გადაგძლია? მიუხედავად არა, ეხლა რომ დავფიქრდი, სოფლიოზე ჯერ გასვლა რამ ხელმოვლენა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვარ ძალიან გურმანი და თვლი რომ ქართული სამზარეული არის ნომერ პირველი სოფლიოში და საერთოდ ახლოსაც ვერ მივა თუნდაც ის იტალიური თუნდაც ფრანგული სამზარეულები ხო საერთოდ ვერ მივა და ამის გამო მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრჯერ მიტევს მე დიეტები და ასე შემდეგ საქართველოს ნაკრები მეოთხე ფინალში რომ გავიდეს და თან მე რო იქ ექიმი ვიყო რას ლაპარაკობ. თან ისეთი მომენტია რა, მეოთხე ფინალში გადის და მე შეიძლება კიდევ უფრო შორსაც გადის. ხო, გადის მეოთხე ფინალში. ჩვენ არ ვიცი სხერბზე ჭყალებში წავალ და არ შევჭამ ხაჭაპურს ხომს და წამოვეკი რა ხო შეიძლება ითქვა რომ თქვა ნახევარი. თან მე მე რაღაცეებს მოვიგონებ რომ ეს კერძი ქართული არ არის, შემოსულია მონღოლეთიდან, იცით რაზეც მოგსაუბარი და ასე შემდეგ. ყველანაირ ხაჭაპურს დაემშვიდობა. და ჯარულ ხაჭაპურს არ შეიძლება ტრაბზონში რო კეთდება იგივე პრინციპით. აი სოფლიო ჩემპიონობაზე ბაზარი არაა, მაგრამ ბიჭო, უყურე აქ ხო ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ჩემპიონობაში. კი, მაგრამ ვერ შევასრულებ ხო ვიცი რა. და რა მოხდება ხო ის რო რაღაც ვიღაც რო ვერაბარებს წაგებულს რო ვერაბარებს მე რა მოხდება იცი ხო იცი გამოგვართ მე უკანი ხო იცი ეგ ამბავი მოკვდები აი პროდიუსერი მეძახის რომ მოკვდებიო მე როგორ წავედი ხა იცი ეგ ხაჭაპურს შეჭამ მოკვდებიო ანეკდოტა აი მოკვდები არ შევჭამ ვიღაც რო წავედებს რაღაცთან ხარ და უნდა ჩააბაროთ ორი გაფუნფა რაღაცა და ყოველს ვერ ჩააბარა და რა გავფუნფლავდი და ეს რო ეგ იყო ხო და აკვდები ეგრე კაი რო გადავხედოთ არა უშავს ამ კითხვაზე წამოეხე კომენტარები რომ რაღაცა და აი ხო შენ თავი თუ ჩერდა შენ რა ქნა და დალი თან უნების ყოფო არ რო მე შეიძლება სადღაც წამიცდეს ხელი ღომი რაღაც მე გეტყვი რა აი რო ამის ნალაპარაკები რო გამიულიაო და აი სუნით რო არ მშევდა სუნით მაინც იქ შევსულ ვარო აი წარმოიდგინე მე-9 სართულიდან ჩამოდის რომ ერთი ბოთლი კოკა-კოლა იყიდოს და დალიოს კარგი ეხლა დალიემი ხო და მე შემდეგი დებულება პრაიმ ზესტაფონი 21 საუკუნეში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა ეროვნულ ლიგაში 3 2 1 არც დაფიქრდები და ბარემონა დაიწყო ხო მივხვდით ალბათ ყველა რომ ზესტაფონს გულისხმობთ გეგუჩაძე ზესტაფონს გელაშვილით დვალით გელაშვილით და თავის თელი აულადიდებით
ქართული საკლუბო ფეხბურთის ყურება აი აქტიურად დავიწყე ალბათ სადღაც 2003-4 წლიდან. ზუსტად მაგ დროს შეიქმნა გუნდიც და ჩემთვის ძალიან ახლო გუნდია რა. მგონია რომ მართლა ობიექტურად მგონია რომ ის სათამაშო სტილი რაც ამ გუნდს ჰქონდა, ის ხელწერა წინ თვალი გელაშვილის რაღაც მომაკვდინებელი დუეტი, რომელსაც სასწაულები აკეთეს ის სეზონები, შემადგენლობაც მახსოვს ზეპირად, რავი, აქედან თორნიკე აფციაური, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიური ფეხბურთელი, ვინც მინახავს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე, კეთშოთა გრიგალაშვილი, შუაში დაუშვილი იყო ზარია, კარში კვასხვაძე, რომელიც საოცარ სერვებს აკეთებდა, დაცვის ხაზიც მგონია, რომ ის სისტემა რაც ახლა არის ევროტურნირებზე, ახალის ჩემპიონთა ლიგა, კონფერენს ლიგა დაემატა, ის სისტემა რომ მასში ყოფილიყო, ის გუნდი ძალიან მარტივად იქნებოდა ჯგუფის წევრი ყოველ წელს. თუ ლიგაზე არა, მინიმუმ კონფერენს ლიგას ითამაშებდა. გეგუჩაძე მაშინ შექმნა რაღაცა თავისთან ახლოს ყოფი, თავის გონებასთან და ფიქრთან რა თქმა უნდა, მაგრამ იმ დროს მაინც ალბათ რაღაც უცნაური გუნდი შექმნა და რაღაც კუთხით მაინც ჰიბრიდული იყო ის გუნდი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობდა და იქ აბსოლუტური სიგიჟები ხდებოდა თამაშებზე, შენი საყვარელი დინამო როცა ჩამოდიოდა ძალიან ტყუილი დახვედრა, შენი მშობლიური ქუთაისის ტორპედო და მთელი დაპირისპირებები და მთელი ხიბლი იყო ამ თამაშებში ჩადებული. მოკლედ ცუდია რომ არ ყავდა ამ 21 საუკუნე იყო თან, ხო? 21 წლიდან არ ყავდა ესეთი ფორმატის გუნდები, რომ რაღაცა ძალიან ბევრი დაუყენო და დაუპირისპირო სამწუხაროდ. თუმცა მართლა სამართლიანად გონია, რომ ის გუნდი, ინფორმაციის გუნდი ყველაზე ლამაზ, დახვეწილ, ესთეტიურ, სწორ და რაღაც დონესთან მიახლოებულ ფეხბურთს თამაშობს. ყოველ შემთხვევაში იმაზე ზემოთ ვინმეს ეთამაშოს, მე არ მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ იმავე წლებში მაგალითად თქვენი დინამო ათენის აეკამდე გავიდა პლეი-ოფში, გალეკო კოშკადის გოლი, მერე გუდიოსენის წაქცევა 119 წუთზე და დინამოს ახლოს იყო ჯგუფთან, მაგრამ რავი, მართლა ობიექტურად ვიძახი და თუ გინდა დავლევთ თუ შეგადაწყვეტ, ის დინამო ესთეტიკი და სათამაშო სტილით მარტო დინამოსაც ხო არ დარდება, ჩისკოს დინამოსაც დარდება, სადაც თვალიც იყო და ის დინამო. აბა რას დაუპირისპირებ? ხო, ნუ რაც არ უნდა იძახო. ტორპედოს შეუძლია და რაც არ უნდა იძახო, რომ ობიექტური ხარ, მაინც ვერ იქნები ობიექტური, იმიტომ რომ მე შენი ვიდეოებიც მაქვს ნანახი, სადაც ზესტაფონის პირდაპირ ფანია ეს ადამიანი, ყველა ცნობის და ვერ იქნები ობიექტური, გასაგებია შენთვის ახლა სხვა კლუბი ვერ იქნებოდა, მაგრამ თუნდაც მე კონკრეტულად შემიძლია თქვა, იქ რომ მიხვედი და აეკის მერე რო დინამო იყო თუნდაც იგივე დვალი და ჩისკოს დუეტი დინამოში თუნდაც და ის გუნდი რომელიც შეგახსენებ რო შენ იორგი კოული ვერ იყო შენ გასაგები ხა იორგი კოული ვერ იყო და რომარიო ბებეტო ვერ იქნებოდა მაგრამ მე კიდე გეუბნები დიახ ისმეთ შეგეთხვას ხო კი ბატონო ის არგუმენტები და ის გუნდები რომელიც შენ ჩამოთვალე თუნდაც შტურმი და იქ ვარი რო ყოფილიყო და ასე შემდეგ მე გაგახსენებ შემდეგ დინამოვის ეთამაშა სტიაუას რომელსაც ერთი სტიაუას რომელმაც იმ დროს ჯგუფში მე ჩელსი დაამარცხა რომელიც ჩელსი ძალიან კარგად მოგეხსენება და ამის შემდეგ ეთამაშა ტოტენჰემს და ამის შედარება ეხა საპირწონედ იმ გუნდებთან რომ შენ ჩამოთვალე მე მგონია მე ჩემი აზრით არანაკლებ ლამაზ არანაკლებ ესთეტიკურ ფეხბურთს თამაშობდა დინამო თუნდაც უკვე მერე როდესაც იგივე გეგუჩაძე დინამოში იყო და გახსოვთ ჩვენი გუნდი იგივე ალექსანდრეიაშვილი გიორგი ხვილთაიას დუეტი თავდასხმაში ის გუნდი რომელიც გაბალაში ზუსტად აიგრე შენი მოწონებული ვარიც რო ყოფილიყო მაშინ როგორც იძახი, მაშინ მართლა ჩვენ ძალიან შორს გავიდოდით და ანუ იგივე ვერანაირად მყარი არგუმენტი იმისა, რომ ესთეტიკით გინდათ ლამაზი ფეხბურთი გინდა რამე ზესტაფონი ჯობდა ამ ფორმაციის დინამოს, რაც ახლა მე ვთქვი იმ დროის გიორგი გუჩაძე იყო მაშინ დინამოს მწვრთნელი, კი ბატონო და არ ამგონია რაღაცა შენ გინდა არ გინდა მაინც სუბიექტური ხარ ბოდიში ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხარ ასე თქვა შეგვიძლია საერთოდ შეგიძლია ორივე მიღება სუბიექტურობა რადგან ვიყავი გუნდის შემატკივარი ადამიანი რომელიც რა თამაშებით ჩამოთვალა 10 ჯერ თამაში შერბოდა სამედიცინო ჩანთით მოედანზე და მე ვარ სუბიექტური ხო
შენ სუბიექტური ხარ მაგ კარ სუბიექტურობას თავი დავა სუბიექტურობაზე აქ არ არის გაუბრუნდეთ რითი ჯობდა მეთქი მე ჩამოთვალე თითქოს და შენ რაც დამიპირისპირე არგუმენტი შტურმი და რიუგე მე გუნდები კი არ შევადარე ტოტენჰემს შეხვდა დინამო მაგრამ ეგეთი უწეო როგორც დინამო თამაშებში ჩანდა ტოტენჰემი გაიხსენე იმ დროინდელი არა მე არ რა თქმა უნდა ნუ ძლიერის ტოტენჰემი იყო და თაუნსენდი იმ დროინდელი სტიაოვა გაიხსენე სტიაოაც ხო რა ხე იმ დროინდელი სტიაოვა რა თქმა უნდა რაღაც თემს აზანზარებდა და რაღაც პიოვაკარი ჯგუფში ჩელსის მოუგო ჯგუფში ტანჩუმ და იმან გაგვაწყო ჩელსის მოუგო ჯგუფში ლატოვლევიჩმა გაგვიტანა შორიდან მახსოვს ჩისკო პენალტი ვერ გაუტანა ტატარუშანს გასაგებია მაგაზე ვიცი ტატარუშანს მე ვერ ვიტყვი რომ ვიცი მაგრამ ძალიან მეწინა მაშინ სხვადასხვა ისეთი დაძაბულობა იყო ქართულ ფეხბურთში რომ და სხვათა შორის მინდა დინამოს გიხარდებოდა მაგრამ კაიტონი არ იყო რომ დინამოზე ერთი რამე მინდა კიდე შევახსენო დიმას რომ იმ მიუხედავად იმისა რომ ზესტაფონი მაგ დროს საქართველოს ჩემპიონი ხდებოდა უფრო მეჯერ გახდა ვიდრე დინამო ურთიერთ შეხვედრების ის ბალანსი გაიხსენე ვისა აქ უფრო მეტი მოგება და ვისა უფრო ჩვენ მიუხედავად ერთი იყო 5-1 კი ბატონო ეგეც იყო როდესაც ჩავედი მე ვიყავი ექიმი მაშინ კი ბატონო და თოვლი მოვიდა გადაწმინდა სტადიონი მოკლედ ეს მომენტი იყო მაგრამ აი მანამდეც როცა კახა კაჭარავა იყო დინამოს მწვრთნელი და გენიალური რა გარსია კი ბატონო ხო ტერიტორიული უპირატესობა მე რაც მახსოვს ტერიტორიული უპირატესობა სულ ფლობდა ზესტაფონი მაგრამ ვიგებდით ჩვენ ანდრო ეგეთი შეგიძლია ჩაეჭიდო ხა განწყვეტილება შენ რატო გაგირთულდება 5-1 როცა მე ვინახავდი ხა მას ძლიერი დარტყმა მინდოდა ბოლო ფანჩი ყოფილიყო და ადამიანმა დაუპირისპირა რომ ხო 5-1 იყო იქ მე ვიყავი თოვლი იყო და გადაწმინდეს ხო მე რა ეს არის თან პირველი თამაში გადაიდო. პირველი თამაში გადაიდო. ეს არის დემაგოგია. არა, უბრალოდ ის ძალიან აიკონიკ თამაში იყო, ლორი გააგდეს მე. ხო, მაგას ამიშალება. ყოველ შემთხვევაში 21 საუკუნის კაი, მოდი, მე არ არის უკეთესი ვიდრე იგივე დინამოს. რომ რაღაც დებულებას რომ 10 სამტვერებ, მაშინ მეორე აზრს თქვა პაპი არ არის. კარგი ნიშნავს რომ პაპი არის ცუდი. თუ არ იყო ზესტაფონი. შენ მითხარი რომელი წლების დინამოზე გა ხო ალბათ კონცენტრაცია ამწობს აღებულ. რომელი წლების დინამო იყო იმ ზესტაფონზე უკეთესი და მე კომენტარებში ხალხმა დაწერა უგრინის დინამო მეთქი. დუშან უხრინის დინამო წლები გამახსენე არ მახსოვს. რომანურო ჩამოვიდა. აი, როდესაც ჩვენ ტოტენჰემმა და სტიაოამ გამოფიშა. აი, მე მაინც ახლა მეგონა რაღაც სენტიმენტებით წავედი, რაღაც ალექს გარსია, რაღაცა იქ პროექტი საკოლოლი. ალექს გარსიას დროს ახალი დაწყება. კოტო გრაიჩა. ხო და მე ჩისკო იყო მაგ დროს კაცო. დუშან უხრინის გაიცი არის. აი, მეგობრებო, კაი, მე ვიღებ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონი ძალიან მომწონდა იმ წლებში, მე მგონი დინამო უნდა დალიო, იმიტომ რომ ის დინამო ძალიან მონსტრი იყო. 5-0-ს იგებდა ყველა თამაშს და ეხლა მესმის ვინისიუსის ამ წავსასაც განაცდი. რო მოყარევითო? მე დავლევ ამას. მაგრამ მიმართავ მაყურებლებს, რომ კომენტარებში გთხოვთ და ამას აფორთოთ და გასპამოთ. უკეთესო გუნდი 21 საუკუნის საქართველოს. ჩისკოსთან ერთად დინამო ძალიან სანახაობრივი. ისე დუშან უხრინი ჩეხი, ხო? Yes. არ ყოფილა თამაში დუშან. აღარ ვიცი. ლატში რატო თქვი? უმცროსი, ხო? მომავალი. ხაჩო. შემდეგი დებულება ჯერჯერობით იმა მარცხდება და ეხლა სულ დამარცხდი, წააგეთ სრული კონცენტრაცია, იმიტომ რომ შემდეგი დებულება ასე გამოიყურება. მეოთხე დასი საქართველოში საუკეთესო ჰიპ-ჰოპს ქმნის. 3 2 1 ჯერჯერობით ბოდოა და 100% არ დაგიფიქსირებით ანუ ახლა ვერ დავწერდი, იმიტომ რომ პატივს შემოქმედებას და ვეთანხმები იწყებს. ვეთანხმები იწყებს კი. რატომ ეთანხმები ამ დებულებას? ხო, მეოთხე დასი, რა მე მგონი ჰიპ-ჰოპს დღეს თუ ვინმე ქმნის საქართველოში, პირველი ნამდვილად არის მეოთხე დასი, ეს ბიჭები, რომლებიც შეიკრიბნენ ქუთაისში, დაიწყეს და ამხელა აუდიტორია, ამხელა პოპულარობა მოიპოვეს თავისი ნიჭიერებით, თავისი სმარტით, ასე ვთქვათ, თავისი ხედვით, თავისი ახალი სიტყვით, თავისი ახალი სტილით. რავი, თუ სადმე არის დღეს მეოთხე დასე პოპულარული, მეოთხე დასე წარმატებული ჰიპ-ჰოპ პროექტი, მე მგონი ამ წუთში საქართველოს ესეთი არა. შესაბამისად, ვთვლი რომ სრულიად სამართლიანად ამ წუთს ტელეფონს არ გამოვიყენებდი, არა მოვიყავდი, თუმცა შემეძლო გამეხსნა თქვენი მონაწერი, სადაც თხოვთ TV-ზე ხوار წავიდეთ.
თუ არ ვიბაუნსოთ, თუ არ დავუშვათ. და საერთოდ წუთი ჩაერთო? და შემოდით პოლემიკაში. ჯერ შეგიძლია. პირველ რიგში დავუშვათ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო, ესეთები რა თქმა უნდა იქნება და მე დიდი სიამოვნებით კი არა, ეხლაც მინდა PvP-ზე ყოველთვის წავალ. კი ბატონო, წავალ PvP-ზე და უდიდესი პატივისცემა და რესპექტი ყველა იქ ადამიანს, უნიჭიერეს ადამიანებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რასაც ქვია ჰიპ-ჰოპ კულტურა და რეპი დღევანდელ საქართველოში წამყვანი უბრალოდ არის და ყველაზე კარგი არის მეოთხე და სწორი ისინი ადამიანები არიან მწვინვალი უნიჭიერესი ადამიანები. რას დაუპირისპირებთ? რესპექტს გავუშვებ ქუთაისისკენ დასი ხალხს. მართლა მეც უსმენ ხამეროდებენ რეკებს, მაინტერესებს ვერ ვიტყვი რომ დასის მსმენელი ვარ, თუმცა ცალსახად პატივისცემას ფიქსირებ და რასაც აკეთებს შრომობენ ქართული ჰიპ-ჰოპის წინ წასასვლელად ორივე ხელი ამიწევია ჩემო ანდრე. გალევი რაღაცა. არა, ეგრე მაგ. ამიწევია ორივე ხელი. მე გავხსენ პატივისცემა იქეთ ხარ. თუმცა შოუ ეხა იწყება? შოუ ეხა იწყება, ეხა მოვასხი გავუკიდებ ეხა რა. გადავიდეს პერიოდში საერთოდ მიმკვდარი ქართული რეპი, რეპ კულტურა, როცა რეპერი ასოცირდება ვიღაც ისეთ რაღაც არარეალიზებულ რაღაცა მოკუჩო ელემენტთან და რაღაცა არასასიამოვნო ტიპთან, რაღაცა ისეთი ვერ ვიტყვი ხე ისეთ რეპერები ყავდა რომ რაღაც არცვა და დრაგს და ნარკოტიკ და ვიღაცამ დაწერა ქართული რეპერები ხმის რომ შენდობას თანამთხო თუ რამე დააშავეთო ჩემო ეგეთი ის იყო თქმულება და ვერ ვიტყვი ხო რომ ეგეთი რაღაცა ის ქონდა გენგები და რაღაც მაგრამ ქართულ რეპს ქონდა ჰიპ-ჰოპს რაღაც ეტაპები რომლებიც 90-იანებში მოყოლებული იყო რაღაც შავი პრინცი ჟერონიმი ყველა რაღაც ეტაპები გაიარეს შემდეგ რაღაცაში ჩაკვდა სრული სიბნელე ვიღაც გამოჩნდა სრული სიბნელე კიდე გამოჩნდა სრული სიბნელე და ამ ბოლოს მე ყოველ შემთხვევაში რაც მახსოვს რავი 2010 და აქეთ ავიღოთ და რაღაცა წლები რო გავიხსენოთ აბსოლუტურად უძრაობა იყო რა ამ დროს გამოდის ასპარეზზე პროექტი რომელიც თავიდან თუნდაც ვიღაცისთვის არასერიოზული იყო, რაღაც მიუღებელი იყო, სასაცილო იყო, რაღაც გულისხმობ PvP ბეთლებს. იწყებენ რაღაც პატარა იმაში ერთ ოთახში და რაღაცა 10 კაციანი აუდიტორიით და კიდე ერთხელ მართ ტელეფონს არ ამოვიყრებთ, თქო, მაინც პირად მიმოწერა არის ადამიანები ხშირად ბეთლი რომ მოდის. დაკრების თამაშებზე როგორც წერენ ბილეთებზე, ეგრე ყოფილა რომ ბილეთს ვერ უყიდულობ და ხო არ გაქვს და რომ შევიდე და რაღაცა და ნაკრებშიც თქვენ ბატონო დავით ძალიან ბევრჯერ შესწრები ხართ ფაქტს ჩვენი ჯენზი თაობის წარმომადგენლები რამდენი ყოფილა განხილვა მთელი ბეთლების გუდურო უხსნის პარასრო რატო თქვა მე ვერ გავიგე ოღონ ახას ვერსი რას ნიშნავდა და გასაგებია ოღონ ვერ გავიგე მაგრამ ანუ შენ ახლა საპირწონეთ მოყავს მეოთხე დასთან პროექტი სადაც ძალიან ბევრი სელი 41 ყოლა ანუ მე რას გეუბნები იცი მეოთხე დასი პოზიციონირებს ისე რომ რაღაც თავისი დისებით და რაც არის კულტურაში მთლიან პროექტს უპირისპირდება და ამ პროექტში გამოსულ არტისტებს საგან ისინი უყურებენ კონკურენტებს ეს ფაქტია. ეგ ჩვენი საქმე არ არის. მიუძუნეს ამ თემას და არის მაგას შორის რაღაც აბიტურიენტები და ჟელივონები და მთელი ამბები, მაგრამ მე ვიტყვი და დავაფიქსირებ, რომ ბოლო 10 წლეულის ქართველი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი საბედნიეროდ ყავს და ეს არის გიორგი იზორია. რომელიც მგონია რომ თავისი სასემსრულებლო ტექნიკით, თავისი ვაიბები რაც მოაქვს, თავისი ბაუნსი რაც, რავი, მე ტახა აქაც რუბიოქტორი ვარ, ტახასთან მეგობრობ, ახლო ადამიანად მიმაჩნია, ეგ ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა მაშინ ეგ რაც მის მსმენელი ვიყავი, გავიცანი რაღაც ურთიერთობაში შემოვედით და მგონია რომ ამ წამს ტახა სხვა სიმაღლეზეა და არიან შემდეგ სხვები. არ ისე რაღაც კაცრად არ ვიტყოდი და რაღაც ან იმის დამცირების ან რაღაც ეგეთი კუთხით რაღაც ამ თხილად საუბრობ შემომჭრელი შენს, თუმცა მგონია რომ ტახა ამ წამს ყავს სივრცეში ჰიპ-ჰოპ არტისტები თუნდაც მცირედით, მაგრამ ყველაზე ზემოთ დგას. ეს გამოჩნდა საფხულზე, როდესაც ჩვენ ისლამაზი ტრეკი დავდროფეთ ჩვენ აქ ვართ და ნახე შენი ბიჭების რეაქცია და ნახე სტადიონებზე ერთ დღეში ერთი მოსმენის შემდეგ მთელი სტადიონი როგორ მღეროდა იმ ტექსტს და ლირიკებს თავის ტაქტიკა ვილით და ჩვენ აქ ვართ და ტექსტებით ნახე ბიჭების რეაქციაც ძალიან მომეწონა სეტანდას კოლაბორაცია და ჩართულობით მერაბის ბრძოლასადმი და იქ მიწუნილი მთელი ამბები რაც იყო შუგასთან
შენომალთან და აინც იქეთკენ მიყავს რომ სხვა რაღაცასთან აიგებს. ეხლა მე არა მეოთხე დასი, ახლა ესე შევადაროთ. მეოთხე დასი თან ერთ სუბიო ისეთ კანდიდატს. ხო, მაშინ მეოთხე დასი შენია, ნებისმიერ შენია, ანუ აკარდებულება მეოთხე დასი და ყველა დანარჩენი. თავარი. ყველა დანარჩენიც არ მიგეთ. ახლა ხო, შენი თავარი არგუმენტი მაინც იყო და იქედან საუბრობთ ჰიპ-ჰოპ არტისტი ქართულ რეპ სივრცეში არის გიორგი იზოლია. არგუმენტი 9-11. არგუმენტი არის ძალიან მაგარი ადამიანი და ძალიან მაგრამ მიყვარს და ძალიან დიდი რესპექტი მის შემოქმედებას. მაშინ დალია რა ლაპარაკი. რატო დავლიო, როცა გეუბნები. მაშინ შენ ეგრე შემოდი. საპირწონი არგუმენტი იყო, მეოთხე დასთან საპირწონი არგუმენტი ახათი არ დაგიწყდა, დაიწყე PvP ბატონს, რომელიც არის პროექტი და ყველა ის ადამიანი ძალიან პროექტი. ეგრე მეოთხე არა, იმ პროექტიდან წამოსული. შენი ხლართები შენივე იმაში. მაშინ ახლა უკვე მეოთხე დასი. მეოთხე იმასთან მეოთხე დასი არ არის ერთი ადამიანი ჯგუფი. მაშინ შენ თქვი რომ პეტოა საუკეთესო ქართული ჰიპ-ჰოპ არტისტი. შენ თქვი რომ ვაჩია მაშინ კითხვის არსი რა იყო? მეოთხე დასი. მეოთხე საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურას ქმნის მეოთხე დასი. და შენი ძახი კულტურას მეოთხე დასი ქმნის, თუმცა ჰიპ-ჰოპ კულტურას ქმნიან სხვა არტისტები. და შენ თქვი რომ PvP პროექტი ქმნის ჰიპ-ჰოპ კულტურას. კი, ქმნის პროექტი. გასაგებია, მაგრამ აქ დასი და ანუ შენ იძახი რომ მეოთხე დასი და უკეთესი დაუშვა და შენი მოსაზრებით მე ვთქვი რომ მეოთხე დასზე უკეთეს მუსიკალურ პროდუქციაც დებენ და ერთ-ერთი გონია ტახა ერთ-ერთი ტახა მგონი ტახა ძალიან დიდი პატივისცემა კიდე ერთხელ და მომავალში მას უდიდესი დიდი პერსპექტივები და აქ ტელეფონში გამოდილი და შენი კურსასმენიდან ბანის და პელეს ვერსები ასაგებია მე არ მომისმენი იქიდან როგორ არ მომისმენი არ მომისმენი შენ კიდე არ გაგიარებ ეხლა თან ეხლა არ მითხრა რომ ბუდუს მიდან კურსასმენიდან არ მოგისმენია მეოთხედანი ხა საქართველოს ნაკრები რატო აპელირებ ხა როცა გინდა რომ რაღაცა ვიძახი ჩვენ სივრცეში ვიძახი ავიგე მაგრამ ჩვენ ვიხართ დღეს საქართველოში რეპი რო ავიღოთ თუნდაც აი კონცერტი რო ჩავატაროთ ხა რავი რაღაცა ხო მეოთხე დასი რატო ტახა არა მეოთხე დასი ხარ რიცხვებიც არიან ბანი რიცია მაგალითად იგივე პელე არა მე პელე მომწონს ყველაზე მეტად მეგონია მაინც მეოთხე დავით მე მგონი უნდა დალიო იმიტომ რომ უფრო მეტი არგუმენტი მოიყვანა თორე მე მაგალითად ბათუმში რო ვიყავი ხა თურქი ტაქსისტი შეხვდა და მეოთხე დასს უსმენდა და მეც რამდენიმე ტრეკი და არა ტაკანს და არა ბანის და არა პელეს თუმცა ისეთი არგუმენტები მოიყვანა რომ მე მგონი აქ იმას ხარს უფრო გადავიხარე და შეიძლება უფრო სუბიექტური სვარი იმიტომ რომ პროექტი ჯობია იმას პროექტი არ შემიდარებია არტისტი დაიწყლა ბარა და ჯგუფი თან დასი როგორია იცი აქ არ არის რაღაც ფიქსირებული რაღაცა კითხვაში მეოთხე დასი იყო და გავიგე და გითხარი რომ მეოთხე დასზე კარგი პროდუქტი ჩემი აზრით არის სივრცეში ვინც ქმნის დისაიდერზე მივდივართ კი ბატონო იმიტომ რომ დათომ უნდა დალიოს ეს და ორი დაფიქსირდება ქართულებს გაუმარჯოს და ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს დაწყებული პირობით და დასი ზვაინც გონია რომ საერთო საქმეს აკეთებენ იმიტომ არ მიყვარს ხოლმე ერთმანეთს რაღაც დაპირისპირება და კაი დისი უხდება და გაცემის ფორმატია ესეც არა ზოგადად ვამბობ იმათ დამოკიდებულებაზე და ეხა არ ვიძახი რაღაცა ფიტები ჩაწერეთ ყოველ და ერთად იარეთ და რაღაც მაგრამ უხდება ეგ რაღაც ექშენი და დრამა მაგრამ და გადამწყვეტი დებულება 2-2-ია როგორც ხედავთ. ესეთი დრამატული ბრძოლა მე მგონი არ მქონია ამ სამ გადაცემაში. და გვარდიოლამ ფეხბურთი ერთფეროვანი და მოსაწყენი გახადა. 3-2-1. ბუდოა და ვეთანხმები. აი პირველი ბუდოას დაფიქსირე. აქ რამე კოლერა იმა დაიწყე. რატომ გახადა გვარდიოლამ ფეხბურთი მოსაწყენი და ერთფეროვანი? აუ შეგვიძლია შევიდეთ ფლეშკორზე და ბოლო 9 სიტისაც გადავხედოთ სადაც არა ეს ხუმრობი. კაი, ჩემ არგუმენტაციას მოვიყვან რა. ჯერ როგორც მაგალითად და იქვე ცოტა ისეთი ხთები ყავს გვარდიოლაზე პირადი წყენები მაქვს და შეიძლება ჩემ პირად ეგურს და ქვეცნობიერს ეს კონდეს ჩარჩენილი ძალიან ცუდად. გენიალური მწვრთნელია, შეცვალა რაღაცა თუ აბსოლუტურად ფილოსოფია თავისი ამ ტაქტიკებით, მოცემულობით და ზოგადად მომწონს რომ უყურებ ხოლმე რაღაცა vlogs ან insights რაღაცას უყურებ გასახთელში რაღაც მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ მგონია რომ რაღაცას თამაშობს და ძალიან როლებშია შეიძლება რაღაც მაგალითად ამ ბოლოს TikTok-ზე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რაღაც პრემიერ ლიგის რაღაც რიგით ტურისტი პრესკონფერენცია რა და ტიპს შეკითხვას რომ უსვამენ რაღაც არაადეკვატური სახით რაღაც რეაქციებით მიმიკებით მგონია რომ ან ძალიან თამაშობს ან გააჭედილი აქვს იმდენად ამ საფეხბურთო რაღაცა ისია ძალიან ღრმად შესული ამ ცავის საქმეში ამ სიყვარულში და აზარტში რომ
შეიძლება რაღაც ყოველ წამს ისაც კონსპექტებში რაღაც გარჩევებს უყურებს და რაღაც პირადს არაფერს არ უთმობს დროს გარდა იმისა, რომ ესე რაღაც მანიაკალურად იყოს რაღაცაში შესულ. ეგეთი შევეძლება მრჩება რა. მგონია რომ რაღაც მანიაკალურ დონეზე ხდება მოწინააღმდეგის შესწავლა. კონკრეტულ ფეხბურთელებზე რაღაც დავალებების გადაცემა, რომ თქვა ვიღაცის მიერ ვიღაცის განეიტრალება, ვიღაც რაღაც ზონიდან არ უნდა ამოვიდეს. თქვა ხო, ერლინგ ჰოლანდი არის, რა ვიცი, გენიალური თავდასხმელი, ხო, ამაში თანხმდებით ალბათ, შედეგებიდან ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ საფეხბურთო ესთეტიკასთან არ ვიცი, ახლოს ვერ მოდის, არ მგონი ეს რაღაც დასაბულინგებელას ვამბობდი, მაგრამ მე რო რაღაცა ჩემი dream team-ი შევადგინო, ჰოლანდს არც მოვიაზრებ ახლოს ფორვარდის პოზიციაზე იქ რა. დე ბრუინი, ანუ გენიალური შემადგენლობა ყავს. უდიდესი ფული იხარჯება დაწყებული ბაიერნიდან, იქ მთელი ეტაპები რაც გაიარა, უყრის ამ რაღაც all-stars თავს, უდიდესი რესურსი იდება. და რაღაცა მანქანასავით იქმნება, თითქოს რომელიც ბაიერნში ვერ გააკეთა და სიტის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოვიდა, იმიტომ რომ პრემიერ ლიგები და ჩემპიონთა ლიგას დაამატა ამას ზემოდან. მაგრამ აი მაინც მგონია, რომ მე სიტის ფეხბურთს როცა უყურებ და როცა ვადევნებ თვალს, ჩემთვის მოსაწყენია. მგონია რომ რაღაც 11 მართლა რობოტი გამოყავს რაღაცა ისეთი AI-ით დაწერილი რაღაც დავალებები, თუ თქვა რაღაცა Walkers ამ ზონის იქეთ არ შეუულია. ბერნარდო სილვა რომ მიიღებს პასს, აუცილებლად რაღაცა ის მოქმედება უნდა გააკეთოს. დე ბრუინი მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე შემოქმედი და ხატვარი მგონია მართლა ფეხბურთის, ეგეც კი მგონია რომ შეზღუდული ყავს რაღაც ჩარჩოებში ყავს და დე ბრუინს რაღაც კონკრეტული სამოქმედო ზონა და რეალი აქვს. რომ ერთი სული აქვს როდის დაიმარაგებს და ამას მართლა ობიექტურად ვიძახი, აქ ახლა რაღაც იმას ვერ დავამტკიცებ. მართლა ვუღონი ხა კითხვა დასის კითხვის არ იყოს. კითხვა იყო გვარდიოლამ გახადა ფეხბურთი ერთვეროვანი. ერთი არგუმენტიც არ გითხოვს მაგასთან. ყველა არგუმენტი მაგისკენ. ხალხთან დაკავშირებით ჯერ დაიწყე იმითი, რა ქვია, გვარდიოლას რაღაც მანიაკალური მიმართულებებზე და დაამთავრა იმითი, რომ შენთვის სიტი მოსაწყენ ფეხბურთს თამაშობს. გვარდიოლა სულ მე არ ვიცი ხა მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სულ სამი წუთნელი მახსენდება, ვინც ეპოქა შექმნა. ერთი არის ინუს მიხელსი, ტოტალური ფეხბურთი, მეორე არის არიკო საკი, ზონალური დარწმუნება და მესამე არის გვარდიოლა, რომელსაც ეს ტიკი-ტაკა შექმნა. ბარსელონა და მეგონა რომ სადღაც ეხა შენ ერთფეროვანი როგორ არის ბარსელონას ის ფეხბურთი, რომელსაც გვარდიოლა ბარსელონაში თამაშობდა, რომელსაც ბაიერნში თამაშობდა და რომელსაც სიტიში თამაშობს. ბარსელონაში თამაშობდა ისეთ ფეხბურთს, რომელსაც ვერავინ ვერ გაიგო, რაღაცა რამდენი 5 წელი თუ რამდენიც იყო, რას თამაშობდა და კოლოსალურად ისე რომ აი აზრიც ვერ მოდიოდნენ, ისე აგებდნენ ვერც ერთი მწვრთნელი. ბაიერნში იმას რომ შედეგის არ ქონდა, რა ზახი ლიგა რო ვერ მოიგო, როცა გიჟი კრისტიანო რონალდო იყო აქეთ რეალში და ორივეჯერ ეს უბრალოდ ბაიერნში იმიტომაც არ გამოვიდა, რომ გერმანული სტილი სხვა არის, იქ შიდა დაპირისპირებას თუნდაც ექიმთან ქონდა დაპირისპირება. და ამ შემთხვევაში იმაში გეთანხმები, რომ გვარდიოლას რაღაც თავის მართულებერი აქვს და ამის შემდეგ გადმოდის სიტიში და სიტიში ახლა ზუსტად იმ ფეხბურთს თამაშობს, რაც დაუშვათ ბაიერნში დააყალდა. ეს არის სადაც საჭიროა პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს, როგორ შეიძლება გვარდიოლას თამაშზე თქვა, რომ ვიღაცა ფეხბურთებს ჩარჩოებში აღწევს. აი ამას მე კი არა საბერძნო სპეციალისტები ძახიან, რა ვიცი, გვარდიოლა მე ჩარჩოებში აღწევს. ბოლოს იყო ძალიან დიდი ამხმაურება მაგრებ ლიგაზე, რომ არა. ინტერთან გასაგებია ისენს ლუკაკუს რა უთხარი და ის გასაგებია, არა, უყურე. გვარდიოლას სიტი ეხლა როგორ და ბარსელონა აი, ამოდი ამბობ შეიძლება ამის შემოქმედება ადამიანის სიტის თამაში. მოდი, აი გადავიდეთ კონკრეტიკაზე. ერთ რაღაც დავამატე უბრალოდ რომ მარტო სიტის თამაშზე კი არა, ზოგადად ფეხბურთი გახადა ამ გვარდიოლა სისტემის გამო სხვების მერე. მაგრამ სიტიში მოღვაწეობს. ანუ ნებისმიერი 100 წელი რო გავიდეს, რაც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მოხდეს ოფლიო ფეხბურთში, არ არსებობს ადამიანი, გინდა სპეციალისტი, გინდა მოყვარული, გინდა დილეტანტი გამოვიდეს და გვარდიოლაზე თქვას, რომ გვარდიოლამ ფეხბურთი ერთფეროვანი გახადა. აბსურდია, სრული ბოდოა და დალი ეხლა ეს. არა, მე დავლევ, მაგრამ აუ მინდა რომ ვისაუბროთ, ხო შეიძლება ორი წუთით უბრალოდ. რა თქვა, რომ როდის უყურეთ ბოლოს მანჩესტერ სიტის ასპარეზობას. რავი, ეხ პრემიერ ლიგის თამაში. ის ბრაიტონთან? თუნდაც. არ მოგწინდათ ეგ თამაში. მოგწინდათ რას ნიშნავს? ხო, მაგრამ გაზოლტყავებს. გვარდიოლამ ფეხბურთი გახადა ერთფეროვანი. სიტის თამაში მომწინდა რა შუაშია. მე მაგალითად არ მქონია ცხოვრებაში ეგეთი ეტაპი, რომ მოდი სიტის თამაში რომ ჩავთო რაღაცა დომინაციას მივადევნო თვალი გავგეს და ბარსელონაში ქონდა ჩემი ერთ ეგუმენტი უბრალოდ იქ დაიმთხვა მოცემულობები ყავდა გენიალური ლიონელ მესი ყავდა ბუსკეტსი და მთელი სისტემები რა ვიცი ბაიერნში პრინციპში ყველა რესურსი ქონდა იმისთვის რომ ეჩვენებინა მაგრამ ზუსტად მან გამოსცა ჩემი აზრით რომ ეგეთი რაღაცა ყოვლის შემძლე არ არის რა
ყველაფერსო თავი გავანებოთ სოფლიო ადამიანი რომელმაც თავისი ეპოქა შექმნა, გარდატეხა შეიტანა ფეხბურთში იმ ადამიანზე თქვა რომ ფეხბურთი ერთფეროვანი გახადა, ნუ არ გიწევს. ნიკო, მე არ დებულება იყო და უბრალოდ დავეთანხმე, იმიტომ რომ მგონია რომ ხო და დაეთანხმე. მე არ ვიცი რომ გვარდიოლას პირადად არის მის სამუშაოს იმედინებია თვალი კონკრეტულად როგორ მუშაობს, სამწუხაროდ რა თქმა უნდა, მაგრამ გვარდიოლა მე გაკვირვებიდან გამომდინარე მიჩნდება ეგეთი აზრი რომ ადამიანი რომელიც სისტემატიზაცია იმდენად მაღალ დონეზე შეიძლება პირიქით მაგის პლუსისკენ ვამბობდი ამ არგუმენტს, განაც სულ კონტექსტში ვამბობდი, მაგრამ იმდენად პერფექციონიზმზე ყავს აყვანილი რომ აი თუნდაც ბოლოს რაც მომწყინდა ხო აი მინდა ის კვარაზე რაც ვილაპარაკეთ და მთელი ლოგიკა ჩავიდა სერიაში და იმიტომ გაგიჟდა ის ხალხი რომ რაღაცა იმიტომ რომ სადღაც მიხვედი რაღაცა დაიწერე საერთოდ სხვა რაღაცაზე საუბარი ხო და არა ამას რა ვითარები მე ბოლოს გონი მიხვედი იმაზე რაც სხვა გედავთ აი მაგას ამე დავპირისპირე ბოლო და შენ ეხლა გვარდიოლას სიტის თამაში მოგწყინდა და გვარდიოლა ერთფეროვანი გახადა ფეხბურთი არის გვარდიოლა გახადა ფეხბურთი ის შეიძლება აქ არ არსებობს ვიღაცა 100 სიმწუთელი ვინც გვარდიოლას უყურებს და ამის გამო ის 100 წუთი თამაშობს და მოსაწყენი გახდა. მე გეტყვი. ის რესურსიც ხარეში ვერ ითამაშე ფიზიკურად იმ ფეხბურთს. გასაგებია, მაგრამ მე სხვა რაღაცას ვამბობ რა. იმდენად აი თუნდაც ანალიტიკურ დონეზე მგონია რომ რაღაცა 200 ანალიტიკოსი მუშაობს და რაღაცა დეიტა ამოაქვს და ვის რაღაცა მარცხენა ფეხის კოჭიტკი ვარ იმას და ეს მგონია მოსაწყენი პროცესი ეგ არის ფეხბურთის ამდეხნიანი კალათია მგონია მაგითო მეცინებ მოსაწყენობა მოსაწყენი შეიძლება ყველა მოიქრეს ექიმისთვის იმიტომ რომ გვარდიოლა მე მომთხოვს რომ რაღაცა ოფლის ანალიზი წვეთის ანალიზი გამიკეთე რამდენია იქ აქვია იონიზირებული კალიუმი და ამ შემდეგ ჩემთვის მაგრამ მატჩის საერთოდ ფეხბურთის ესთეტიკას გიკალას ვარი რომ ამოწმე ერთი წუთი ვერიღებს შეაუნებას და ეხა თუ არ კალები ვარალი დიმა და არა ვაფშე თელ იმას დავლე შეკვრას გვარდიოლა მოსაწყენი გახადოს ფეხბურთი ბოდვა არ არის მეტირება ანუ აქ ეხა არჩევას აკეთებს ბოდვას და არ ვეთანხმები ზერო და მეტო და ბოდვას შორის იყო რესურსი დაპირისპირები ბოდვა არ არის მაგრამ ალბათ არ ვეთანხმები ადამიანი რომელმაც სამწვრთნელში მიხელსი საკი და მერეს ფეხბურთი შეცვალა კრუიზი შეგათიშული ხო საერთოდ ისე სადაც გვარდიოლას მოყვება იძახი კრუიზს რო არ ამბობ ეგ უკვე ნიშნავს რომ რაღაცა კრახელობა იმას კომენტარებში დაგვიწერს ხალხი ხალხმა გადააწყვიტოს ხალხი აქვს ძენი დიმა და ხალხმა ისევ ხალხმა გადააწყვიტოს სუნიკო დარდიანიძის სიმღერა გამახსენე გადააწყვიტოს და დაწეროს რა მე ჰეითერად არ გამოვალ გვარდიოლას მაგრამ მაინც მგონია რომ ბოლოს ვაფიქსირებ და ვსვავ აღარ შემომეკამა აფეთქდა ფაბორ 24 ესეთი ცხელი დაპირისპირება შეაქვს რომ თავისი მიდგომით და ამ რაღაც პერფექციონალიზმით მოსაწყენი გიკლავს ვარის 30 წამიანი გადამოწმება და ვაიმე სუდად ხდები ფეხბურთს აღარ უყურებო ეგრე ვარ გვარდიოლაზე რა რაღაც მომენტში მე გეთანხმებს ეხლა კამერები გამორთეთ და რაღაცას ვიტყვი რა სვავ თუ გინდა თქვი და არც იყო გამოსავალი ფაბორ 24 აფეთქდა ჩვენი სტუმრები იყვნენ დიმა ნებიერიძე და დათო ხარაბაძე მე მგონი ძალიან გაერთეთ ვინც უყურეთ ამ ეპიზოდს და დაგვიწერეთ კომენტარებში ვინ გინდათ იყვნენ შემდეგი სტუმრები ვინ მოიგო თქვენი აზრით რაში რომელს ეთანხმებით და მოკლედ გვესაუბრეთ ფაბორ 24 და ვშტობებით შემდეგ ვირამდე